გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. თუ კი გყავთ ისეთი ადამიანი, ვინც ბოლო პერიოდი არ გეხმიანებათ, არ გნახულობთ, არ გირეკავთ, არ გწერთ და გაინტერესებთ, რატომ არის ჩუმად, რატომ დონს, რატომ არ გეხმიანებათ. ნახოთ იმ ადამიანის, ვინც უკვე ჩაიფიქრეთ თქვენ სიგნიფიკატორი კარტი. გულში თქვით ამ ადამიანის სახელი და ნახოთ ვინ არის ის, რომ ამოიცნოთ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ. ანუ რომ გაარკვევთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ეს არის ადამიანი ორიენტირებული სამსახურზე, ფინანსების გამომუშავებაზე. ის არის ძალიან კონსერვატორული ბუნების, ასე ვთქვათ, პატივისცემს ტრადიციებს, წინაპრებს. ასევე მას აქვს უდიდესი ნებისყოფა. ანუ ის არის მომთმენი ადამიანი მიზნისთვის, მას შეუძლია დაიცადოს, სამაგიეროდ მიაღწიოს რეზულტატს. ის არ არის რაღაცა სულსწრაფი, ის არ არის ადამიანი, რომელიც რამეს ჩქარობს. არა, პირიქით. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნებისყოფა. მარგო, გამოდი აქეთ. ახლა თამაშობს, მაგრამ მაინც გამოდი, მარგო. თუ დაემთხვა, ძვირფასებო განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანია, სხვა ხასიათის და აღწერილობის, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენს. და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის. ეს ადამიანი რატომ არის ჩუმად, რატომ არ გეხმიანებათ, არ გწერთ, არ გირეკავთ, არ გნახულობთ. რატომ, რა არის ამის მიზეზი? სავარაუდო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან ენატრებით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზოგიერთ თქვენგანს, ანუ შეიძლება თქვათ, რომ თუ ვენატრები, რატო არ მეხმიანება. არის მოქმედებებში, ახლა ეს ადამიანი არ ჩავუღრმავდეთ, ეს რა მოქმედებებია, ანუ არც ალია, მოდი ასე ვთქვათ, არის დაკავებული. მიუხედავად ამისა, ძალიან ენატრებით თქვენ. თუმცა, თვლის, რომ ძნელია თქვენთან მოახლოება, რთულია, ის არის ძალიან დაღლილი. და რა თქმა უნდა, მისი გზები მომართულია თქვენსკენ. ანუ თქვენს ნახვას ის აპირებს. ოღონდ მას შემდეგ, რაც შეასრულებს რაღაც გეგმას, რაც მას უკვე დაგეგმილი აქვს და რასაც მიყვება ამ თავის გეგმას. ლოგიკურად მიყვება ეს ადამიანი, ამას რო შეასრულებს, რა თქმა უნდა, შემდეგ აქვს გეზი თქვენსკენ და თქვენ რატო არ ხართ პრიორიტეტი მისთვის, ანუ თავის გეგმებს, თავის საქმეებს, რაღაც სხვა საკითხებს რატო აყენებს თქვენს ნახვაზე წინ. ნახოთ, აბა, შეიძლება მე არავინ არ მეკითხება ასეთ შეკითხვის დასმას, თუმცა რატომღაც მომევიდა თავში აზრად ეს შეკითხვა. თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი, თუმცა ეს სიყვარული არ არის ჯანსაღი. ეს არის ილუზია. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სურს იმოქმედოს თქვენთვის, რამე გააკეთოს თქვენთვის, მან იცის, რომ თქვენ მას ელოდებით და სურს, რომ გაგახაროთ, მიუხედავად ამისა,
რაღაც იცით როგორ არის, ანუ მოქმედებით ვერ ამყარებს ამ თავის სურვილს. ესე იგი არ შეუძლია, მოდი ასე ვთქვათ, რატომ არ შეუძლია? იმიტომ რომ საკუთარი ილუზიების ტყვეა ეს ადამიანი. აი ამიტომ არ შეუძლია. ამიტომ ის მიმართავს მანიპულაციებს. ეს მისთვის უფრო ადვილია. მანიპულაცია რა კუთხით? მაგალითად, ჩუმად არის, არ გეხმიანებათ, რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდება მოგწერთ, ან იმოქმედებს რამეს, შემდეგ ისევ ასე ვთქვათ, ირჩევს საკუთარ კომფორტს, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ კომფორტს. ის იტანჯება ასეთ ურთიერთობაში, თქვენთან ურთიერთობაში ის იტანჯება და თქვენც გტანჯავთ, ანუ სხვა სიტყვა ვერ შეუხამი. ну, იმიტომ არ ხართ თქვენ პრიორიტეტი, რომ ადამიანი მარგო რა დღეში ხარ? გამოდი აქეთ. ადამიანი ირჩევს საკუთარ ილუზიებს, მოდი ასე ვთქვათ, აი ამიტომ. ემოცია აქვს თქვენს მიმართ, ოღონდ ხელს უშლის მას საკუთარი თავი. კარგით. კიდე რა შეიძლება ვიკითხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა გული დამწყდა. კარგით, რას ფიქრობს თქვენზე? მოდით ეს ვნახოთ უბრალოდ. ალბათ თქვენ ხართ მისგან შორს, თქვენ ხართ ულამაზესი, თქვენ ხართ დისტანციაზე მისგან და თქვენ ხართ მისი ოცნება. როდესაც ის შეხედება ღამე, ის წარმოიდგენს, რომ თქვენს იგივე ცას უყურებთ, ასე ვთქვათ, თქვენ ზემოთაც იგივე ცა, რასაც ის უყურებს და ამით თითქოს რაღაც ის ბედნიერია, რომ აი შორიდან მაინც იჭერს თქვენს მზერას თითქოს, თუმცა ეს რა თქმა უნდა მას არ აკმაყოფილებს, მას სურს რომ თქვენ მოგიახლოვდეთ, ოღონდ ვერ გიახლოვდებათ, ამას ფიქრობს. თქვენ ხართ დისტანციაზე შორს მისგან, თუმცა ძალიან სასურველი მისთვის. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ იბრძოლებს ის თქვენთვის, ასე ვთქვათ, მას აინტერესებს ყველაფერი თქვენ შესახებ, შეიძლება მას არ გეუბნებათ, მაგრამ აინტერესებს. ის ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, შეიძლება ვინმეს უსმენს, ვინც თქვენ შესახებ მას ესაუბრება, ან თავად თვითონ ესაუბრება ვიღაცებს თქვენზე და ამბობს, რომ თქვენს გამო ის მზად არის, რომ იბრძოლოს. და მოდი ვნახოთ, მართლაც თუ ესაუბრება და რას ესაუბრება ის თქვენზე, სხვა ხალხს, ეს იქნება მეგობრები, ნათესავები თუ ვინმე მისი ანები, ასე ვთქვათ, თქვენზე რას ესაუბრება. ეხლა ვეცოთ პასატვა. ესე იგი, მანიპულაციის მსხვერპლია, ასე ამბობს, ანუ ეს მანიპულაცია არ არის აუცილებელი, რომ თქვენი მხრიდან მოდიოდეს. შეიძლება ვიღაცამ რაღაც, ასე ვთქვათ, არასწორად ისაუბრა, ან არასწორად იმოქმედა და ამან გააჩერა თქვენი ადამიანი, რასაც ის ნანობს ძალიან, ანუ მის საკუთარ მოქმედობას ნანობს და ის ამბობს, რომ ბედნიერება იქნება, როდესაც ის თქვენ მოგიახლოვდებათ. ჩემი კატა დარბის, ალბათ ისმის ხმები. რა დღეში ხარ, მარგო? სხვებს ის ნამდვილად ესაუბრება თქვენს შესახებ და ეუბნება, რომ მიუხედავად იმ, ასე ვთქვათ, ხელისშემშლელი ბარიერებისა, რაც ასე ვთქვათ, იყო თქვენს შორის, ის მაინც, ასე ვთქვათ, კბება წინასწარ იმ შეხვედრით, რაც თქვენ გელოდებათ. ის დარწმუნებულია, რომ თქვენთან მოვა და თქვენ მას მიიღებთ ნახავთ და ეს იქნება მისთვის რაღაც ბედნიერება. კიდევ, ასე ვთქვათ, მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს. ну, ის ფიქრობს, რომ თქვენ, საერთოდ ზოგადად, ხართ ისეთი ადამიანი, რომ თქვენ ხართ მისთვის შანსი და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, თქვენი
თაყვანისმცემლისთვის, ასე ვთქვათ, თქვენ ხართ შანსი, რადგან ვინც არის თქვენთან, ის ავტომატურად ბედნიერდება.